ერთმა მშვიდობა მოგმადლოთ ძვირფას რადიო მსმენელებო, გესაუბრებოდ დეკანოზი კონსტანტინე ჯინჯარაძე, წმინდა გიორგის სახელობის 31 ქალახანასთან მიმდებარე ტერიტორიის ეკლესიის მღვდელმსახური. დღეს ვისაუბრებთ ბავშვს და აღზრდაზე ახალ მეთოდების შემოღების შესახებ, როდესაც უგულებელ ყოფილი ხდება მართლმადიდებლური და ეროვნული ტრადიციული აღზრდის მეთოდები და ყალიბდება აღზრდის ეს ახალი სტილი, იქნება ახალი კანონებიც, რომლებიც ბავშვის უფლებებს იცავს მშობლებისაგან და ზოგადად მიზანმიმართული კომპანია მიმდინარეობს ბავშვთა აღზრდის პროცესების თითქოს და გალიბერალიზების იდეოლოგიური ესეთი წნეხის ქვეშ მოქცევისა, სადაც აღზრდელი მშობელი პოტენციურად შესაძლოა ბრალდებულის სკამზეც კი აღმოჩნდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მის ეს მკაცრი სხვადასხვა დამსახურებული შენიშვნაც აღსაზრდელს შვილს, რომლის უფლებები ამ დროს დაირღვა ბავშვთა უფლებათა კოდექსის თანახმად, ხო? შედეგად მშობელი ფიქრობს აი ასეთი პათოსის შემდეგ, რომ ოღონდ საკუთარმა შვილმა არ მიჩივლოს სასამართლოში და აკეთოს რაც სურს და არ მივცემ მას არანაირ შენიშვნას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პედაგოგიც ფიქრობს, ვინმე დიქტატორობა არ დამწამოს და მიშვებული ყავს გაკვეთილებზე ბავშვები თავის ნებაზე, ხო და ამას ჩვენ ხედავთ ჩვენს რეალობაში და ნებისმიერ პედაგოგსაც შეგვიძლია ვკითხოთ, რომ თავმოყრალი ადამიანი რამდენ შეურაცხყოფას ითმენს უკვე და რამდენ ესეთ ცინიკურ დამოკიდებულებასაც კი აი ამ ბავშვებისაგან, აღზრდებლებისაგან, რომლებიც თავხედობენ იმის გამო, რომ რაღაც თავისი უფლებების შესახებ გაიგეს. თურმე ქონიათ უფლება უჩივლონ მშობელს, უჩივლონ პედაგოგს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისმის კითხვა, სადამდე მიყავს ამგვარ დამოკიდებულებას აღზრდელი, ხო, ბავშვი, რა შედეგს მოგვიტანს აღზრდელობითი პასუხისგებლობის აცილება და ბოლოს ვინაგეს პასუხს თავის ნებაზე მიშვებული, გათამამებული, თავს გასული აი ეს ბავშვის არასწორი და შემდეგში დანაშაულებრივი ქმედებებსაც კი, რომელიც პოტენციურად, რა თქმა უნდა, ესეც იქნება. იმიტომ რომ ის თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე ესეთი ცხოვრების სტილს შეეჩვევა და სულ თავაშვებულად იგრძნობს თავს და მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც მოგეხსენებათ, ასწავლის, რომ ბავშვის აღზრდელის სული საჭიროებს გონივრულ სიმკაცრეს და გონივრულ მოფერებას, ხო? ერთისა თუ მეორეს დეფიციტი ან სიჭარბე თანაბრად იწვევს სულის დაზიანებას და წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ არ არსებობს აღზრდაზე უფრო უმაღლესი ხელოვნება, ხატვარი და მოქანდაკე მხოლოდ უსიცოცხლო ქანდაკებას ქმნისო და ბრძენი აღზრდელი კი ქმნის ცოცხალ სახეს, რომლის ცქერაც ღმერთსაც უხარიაო და ადამიანებსაცო. ყველა წმინდა მამა ჩვენ არ ჩამოვთვლით, მაგრამ ცალსახაა, რომ გამოცდილი თანამედროვე ადამიანებიც, მათ შორის მოწყვლების თუ ფსიქოლოგები იქნება, თუ პედაგოგები, თუ ექიმები, ყველა თანხდება იმაში, რომ მხოლოდ ალერსი და ესეთი ყველა სურვილის დაუყოვნებელი შესრულება და აღსრულება ბავშვისა, ხო, აზიანებს მოზარდის სულს. ბავშვი, რომელმაც მხოლოდ აღება ისწავლა ამ ქვეყნიდან, ხო, და გაცემა არა, რომელიც მხოლოდ სხვისი სითბოს მოხვეჭას ცდილობს და ხშირ შემთხვევაში ეგოისტი ხდება, ეგოცენტრული აზროვნება უყალიბდება და მისთვის ძნელი ხდება სამყაროში რეალურად ცხოვრებაც კი, იმიტომ რომ შეჩვეულია ის, რომ მის მაგივრად ვიღაცა ზრუნავდა, ვიღაცა აკეთებდა და როდესაც გაიზარდა და თავად მოუწია ამის გაკეთება, უამრავ პრობლემას გადაატყდა თავს. ასევე ბავშვი, რომელიც მხოლოდ საკუთარ უფლებებზე ფიქრობს, ხოლო დაკისრებულ მოვალეობებზე კი არა, ის შესაძლოა მტარველადაც კი მოგვევლინოს, რომელიც შეეცდება აი ამ დაჩაგროს მასზე სუსტი, მეტიც მოკლას კიდეც ის,
რისი შემთხვევებიც, ესე იგი, მომრავლდა ჩვენს დროებაში, აი ამ ტრაგედიების მომსვლელი გავხდით. ამიტომ, როდესაც საუბრობთ ბავშვთა უფლებებზე, უნდა გავითვალისწინოთ რამოდენიმე ფაქტორიც, რა უფლებები გააჩნია ბავშვს და როგორ ვასწავლოთ ბავშვს ასევე სხვისი უფლებების დაფასება. როგორი უნდა იყოს აღზრდა, რომ არ შეილახოს ბავშვის უფლებები. თემის ირგვლივ საჭიროებს სერიოზულ სათანადო საზოგადოებრივ განხილვას, იმიტომ რომ არ შეიძლება კანონი თავს მოახვიოს საზოგადოებას, რომლის პრინციპები და მორალი მისთვის საზოგადოებისთვის არის მიუღებელი, ხო? დავიწყოთ იმით, რომ არაფერია ადამიანისთვის იმაზე ცუდი, როგორც მისი უფლებების უგულობელყოფა. რა თქმა უნდა, ეს ერთხმად ვაღიარებთ. და ადამიანი ახსაზრდელი, რომლის უფლებები შელახულია, სხვისი უფლებებისათმიც ცხადია კარგავს აი ამ პატივისცემას და ახსაზრდელს ან ახალგაზრდას თავისი უფლებები, რა თქმა უნდა, აქვს, როგორც ადამიანს, როგორც მოქალაქეს, ღვთისგან მას მინიჭებული აქვს ეს თავისუფალი ნიჭი, ხო? ეს პოტენციური ნიჭი უნდა განავითაროს. ის ინდივიდუალური პიროვნებაა, რომელსაც ღვთისაგან აქვს ეს ყველაფერი ჩადებული და ეს მისწრაფებები, ხასიათი, ის უთუოდ თავისი შინაგანი აი ამ პოტენციალის შესაბამისად უნდა განვითარდეს და იპოვოს თავისი ადგილი ცხოვრებაში. ამაზე არავინ დაობს, მას უნდა მიეცეს სწორი განმარტება, როგორც თავისი, ასევე მოყვას ის უფლებების შესახებ, ხო? ეს იქნება მშობელი, პედაგოგი, კლასელი, მეგობარი თუ თანამშრომელი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმისათვის, რომ მან პატივი მიაგოს სხვის უფლებას, აუცილებლად უნდა დავაფასოთ, რა თქმა უნდა, მისი უფლებებიც. ბავშვი ვითარდება არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც, ის შეიგრძნობს, აკვირდება, ეცნობა სამყაროს, მას უყალიბდება ეს ტემპერამენტი, საფეხურებრივად ანვითარებს თავის აზრებს, გემოვნებას, ინტერესებს, ხო, იძენს მეგობრებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მას ანიჭებს, რა თქმა უნდა, უფლებებს, მაგრამ ასევე მას ანიჭებს ეს ურთიერთობები მოვალეობებსაც. უნდა იყოს ისეთი, როგორიც ის არის ბუნებით, ღვთისაგან მონიჭებული ბუნებით, მცნებებისა და მორალის ჩარჩოებში და არა თავისი ახირებისა და თავისი სურვილებისა ცხოვრები. რა თქმა უნდა, მას ასეთ შეუძლია ცხოვრება, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა იყოს ფრთხილად, რომ ცხადია თავად საკუთარ სულს აზიანებს ამით ეს ერთი, მაგრამ ამის გარდა შეიძლება მან თავისი ესეთი კადრნიერი ცხოვრების წესით სხვების ცხოვრები დააზიანოს. ამიტომ აქ ამაზეა საუბარი, რომ უფლებები როცა გვაქვს, რომ ვიცხოვროთ თავისუფლად როგორც ჩვენ გვინდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად მშობელი, რომელიც შეიძლება ნარკოტიკებს იყენებდეს, ის ფიქრობდეს, რომ ამითი არაფერს ხვას არ უშავებს, ხო? ის რა თქმა უნდა, ის ცოლსაც უშავებს, ამის შვილებსაც და მშობლებსაც და სხვასაც და აქედან გამომდინარე მისი ეს უფლება ეგრეთ წოდებული, რომელიც მან მოიპოვა ესეთი ეგოცენტრული ცხოვრების შედეგად, სულაც არ არის ის ნიმუში, კლასიკური ნიმუში იმისა, როგორი უნდა იყოს ადამიანის ზნეობრივად და მორალურად, ხო? პირიქით, ეს არის რეგრესის მაჩვენებელი ცხოვრებაში და უკუჩვენებისა, რომელიც სულიერი დეგრადირების ფონზე მიმდინარეობს. აქ უკვე საჭირო ხდება გარკვეული მსხვერპლის გაღებაც მოყვას ის მხრიდან, ყველანაირი სურვილი და მოთხოვნა როდია ჩვენი უფლება, ხომ? საჭირო ხდება სხვისი უფლებების დაფასება და გათვალისწინება. წმინდა ილია მართალი ძანებს ასეთ სიტყვებს, რომ სამუდამოდ დაიმახსოვრეო, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივისცე და დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგიო. სამწუხაროდ თანამედროვე აი ამ აღზრდელობით იდეოლოგიაში ჩვენ სულ სხვა პათოს ხედავთ,
რომელიც განსხვავდება იმისაგან, რაც შთაგვაგონა ჩვენ წმინდა მამებმა და ეროვნულმა ცნობიერებამ. ასე რომ, აი ეს უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში. მეორე ფაქტორი. მშობლებმა, ამღსდელებმა ჩვენ ასეთ შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ აქ ბავშვების აღზრდაში მონაწილეობს არა მარტო მშობელი, თუმცა ძირითადი პასუხისმგებლობა ცხადია მასზეა, არამედ პედაგოგიც და ზოგადად ბაღის მასწავლებელიც და საზოგადოებაში უწევს ინსტიტუტებში ლექტორებთან ურთიერთობები და აი ეს ამღსდელმა აი ამ საყვედურის მიცემისას უნდა გაითვალისწინოს, რომ არ გავტეხოთ რაღაცნაირად ან არ გავანადგუროთ ბავშვის ნება, შინაგანი ხასიათით რაც არის მინიჭებული, სრულიად დაუმორჩილოთ ის ჩვენს პიროვნებას. ეს ყოველად მიუღებელია, ხომ? ადამიანს სჭირდება თავისი გზა, თავისი ნება, თავისი პოტენციალის გამოხატულება, რომელიც მასში დევს ღვთისაგან. აღზრდის პროცესში უნდა გაიმიჯნოს, რა თქმა უნდა, ცოდვა ადამიანისაგან, ანუ ბავშვის დანაშაულის თავისი ხარისხის მიხედვით, ხომ? პიროვნებისაგან უნდა განვასხვაოთ. არსობრივი მიზანი აი ამ აღზრდელობითი საქმიანობისა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი მრისხანების ვნებით შეპყრობილებმა უპირველეს ყოვლისა შეურაცხყოფა არ მივაყენოთ და არ დავამციროთ აი ამ ადამიანის საკუთარი სურვილები და საკუთარი გამოხატულება აზრისა თუ შეხედულებისა. ხოლო შემდეგში მასში ვისკენაც რა თქმა უნდა მიმართულია ეს საყვედური უნდა იყოს რა თქმა უნდა მაქსიმალურად სიყვარული თამდაბლობით და იმ პრინციპით ნათქვამი რომ ჩვენ ბავშვს კი არ ვებრძვით ამ შემთხვევაში არამედ იმ ცოდვის მიერ განცდას თუ შეხედულებას მასში რომელიც არის მისთვის მიუღებელი. შენიშნულია რომ საყვედური მაშინა შედეგიანი, როდესაც ხელმძღვანელი ენერგიულად წარმოაჩენს აი ამ ცოდვის არსს და მისგან გამომდინარე ბოროტებას ცოდვაში მყოფის წინაშე. აი ეს არის ჩვენი მთავარი მოვალეობა. ამავე დროს გულისხმიერება, კეთილი განწყობა უნდა გამოიხატოს მისდამი და სისასტიკით გამოწვეული სასჯელი და საყვედური კიდე აი ამ ბნების, ეგოიზმის გამოვლინება მშობლის თუ ამღსდელის მხრიდან, პედაგოგის მხრიდან, რა თქმა უნდა, მოგტინებლად მოქმედეს აღსაზრდელის ზნეობრივ და სულიერ მდგომარეობაზე. ბავშვი ამგვარად მოქმედი ამღსდელის მიმართ, რა თქმა უნდა, დაკარგავს პატივისცემას და გულახდილობასაც კი ჩვენ ახლა პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ოჯახზე გვაქვს ორიენტირი გაკეთებული, იმიტომ რომ ოჯახში არის მთავარი თუ ბავშვმა აი ეს დაინახა რომ მისდამი არა სიყვარულით არამედ გულგრილობით და რაღაცა ნებისმიერი მრისხანებით არის გადადგმული ესა თუ ის ნაბიჯი ცხადია ის დაკარგავს პატივისცემას საკუთარი მშობლის მიმართ ის მასში ტირანს დაინახავს და შემდეგ ცხადია ისიც რომ აღარ იქნება გულახდილი ძმასთან საუბარში და ჩაიკეტება თავის ცხოვრებაში, რამაც შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა გააჩინოს. ამიტომ ეს გულახდილობის მომენტი რო არ დაიკარგოს და ამავე დროს არ დაუკარგოთ ის ბალანსი, რომელიც უფროსებსა და უმცროსებს შორის უნდა არსებობდეს, აი ამ სამეუფო ნიშას თუ ვიპოვით ჩვენ ადამიანის ცხოვრებაში, მაშინ ჩვენ გვექნება შედარებით ყველაფერი დალაგებულად და ყველაფერი თავის სახელი დაერქმევა. ასეთი აღზრდის შედეგად თუ ჩვენ არ დავაფასეთ, ხომ? ბავშვის უფლებები და აი ასეთი მრისხანებით დაჩაგვრით, რომ აი ესა შეიძლება, ისა შეიძლება, ყველგან აკრძალვა, ყველგან სისასტიკის გამოვხატეთ ჩვენ და არა იმის გამო რომ ეს ნამდვილად ასია და აშავებს ბავშვი არამედ როდესაც ეს ჩვენი ახირებით ხდება აი დაუშვათ და უყურებთ ტელევიზორს ან რაღაც ვერთობით და ამ დროს ბავშვი თავისი ბავშვური სიცელქით გვიშლის ჩვენ ხელს ხომ და ამ დროს გამოვხატავთ მრისხანებას კაცი ხო ეს მაგალითისთვის რომ მოვიყვანო ცხადია პროტესტი უჩნდება ბავშვს ის ვერ ხდება რა დააშავა და არც დაუშავებია რეალურად, ხოლო მშობელი, რომელიც თავის აი ესეთ კომფორტულად ცდილობს, რომ თავისი ცხოვრება იქ მოიწყოს და არავინ არ შეუშალოს, ბავშვმა ხმაური არ ეყოს და ასე შემდეგ, ამით რა თქმა უნდა აშავებს მშობელი.
ამიტომ ჩვენ სწორედ აი ამ საკითხზე უნდა გავაკეთოთ, როცა ბავშვთა უფლებებზე იწყებენ საუბარს, უნდა გვახსოვდეს, რომ უამრავი ნიუანსი არსებობს, რომელიც უნდა იქნას აი ამ ხრივ გათვალისწინებული და ეს შაბლონურად შემოთავაზებული რაღაც კოდექსები, რომელზეც გვექნება საუბარი, ცხადია არ ასახავს იმ რეალურ ვითარებას, რომელშიც უნდა გაიზარდოს ბავშვი. გადავიდეთ სახელმწიფო აი ამ კანონის კოდექსის განხილვაზე. რა თქმა უნდა, არ შევუდგებით ჩვენ აი ამ ბავშვთა უფლებათა კოდექსის იმ დეტალურ განხილვას, რომელიც იურიდიული კუთხით საჭიროებს და დეტალურად უნდა მოხდეს ყველა მისი პუნქტის განხილვა, თუმცა როგორც გავეცანით ჩვენ აი ამ კოდექსის შინაარს, რამოდენიმე საკითხზე მაინც გსურს გავამახვილოთ ჩვენ საზოგადოების ყურადღება. ესეთი მეოთხე მუხლი არის და სადაც წერია, რომ დაუშვებელია ბავშვის წამება, არაადამიანური დამამცირებელი ან სასტიკი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი დასჯის ღონისძიებების გამოყენება. აქ იმაზე არავინ დავობ ჩვენ, რომ ყოლად მიუღებელია ბავშვისადმი არაადამიანური სასტიკი დამამცირებელი მოპყრობა. იმთავითვე აღვნიშნეთ ჩვენ, რომ საჭიროება არ არსებობს, რომ ზომიერი იყოს ეს სიმკაცრე, ისე ალერსიც. ასევე აღვნიშნეთ, რომ ბავშვის დასჯა არ უნდა განხორციელდეს მრისხანების, ვნებით, ეგოიზმით, არამედ დანაშაულის, ასე ვთქვათ, ცოდვის არსის წარმოჩენით, რათა აღსაზრდელმა გაიზიაროს თავის ცოდვის შინაარსი, სიმძიმე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იგრძნოს მრისხანების, ვნებით გამოწვეული სიმკაცრე და სისასტიკე და თუკი დასჯის ფორმა ზემოთ აი ამ მითითებული სწორი წესისა და ფორმით განხორციელდება, ბავშვი იგრძნობს მშობლის აღმზრდელობით მზრუნველობას, სიყვარულს მისდამი, თუნდაც იმ სიმკაცრეში და ეს შენიშვნებში და ის ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ იგრძნობს თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად. მაგრამ კანონი აქ ხედავ ჩვენ, რომ არ აკონკრეტებს რა იგულისხმება დამამცირებელი დასჯის ღონისძიებებში. იქნებ უბრალოდ ხმამაღლა, მაგალითად მკაცრად ნათქვამი კანონმა დანაშაულად და რაღაც დამამცირებელ გარემოებად მიიჩნიოს. ან არის მშობელი მაგალითად დასჯის ფორმას იყენებს ისეც, რომ რაღაც რაც სურს, მაგალითად ისეთი გემრიელი საკვები, რომელსაც ჭამს, ის არაჭამოს დაუშვათ დასჯის ფორმით, შეიძლება შოკოლადი არ მიცეს იმ დღეს ან ბანანი სიტყვაზე ვთქვას და თქვას, რომ ეს ამის გამო მოხდა. ჩვენ აქ ზნეობრივ ფორმებზე ვსაუბრობთ, რომელიც ფაქის ზნეობრივ ფარგლებში ცხადია ზემოქმედებაზეა საუბარი, როცა ჩვენ გვინდა რომ სინდისი გავაღვივოთ ბავშვში, რომ მან ესე თუ ის დანაშაული თქვა და ცოდვა არ ჩაედინოს. როდესაც ბავშვი კანონით ამგვარადაა წახალისებული, რომ იქნებ სულ მცირე შენიშვნაზეც კი უჩივლოს მშობელს, ხომ? და რაღაც შეიძლება არის ბავშვები სხვადასხვა აგზნებული ბავშვები და შემდეგ ვინ უწყის, როგორ დასრულდება ეს სასამართლო პროცესი, ხომ? შეიძლება მშობელი და შვილს შორის ისეთი სხვარი გაჩნდეს და ისეთი კედელი გაჩნდეს, რომ შემდეგ საბოლოოდ ვეღარასდროს ვერ აღდგეს ეს ურთიერთობები. ამიტომ აი აქ უხეში ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან ოჯახურ ცხოვრებაში, როდესაც ფაქტიურად არ ვაძლევ ჩვენ მშობელს იმის უფლებას, რომ თავისი შვილი აღზარდოს მართლა ზნეობრივ ფარგლების ჩარჩოებში და ჩაერიოს უხეშად მასში, ეს ყოველად მიუღებელია ჩვენთვის. გარდა ამისა, თავად წმინდა წერილი და წმინდა მამები პირდაპირ ნებას აძლევენ მშობელს საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოიყენონ მკაცრი დასჯის ფორმები, ხომ? არ ვიტყვით, რომ აუცილებელია მაგალითად ცემა, ხო? და ამ სახეობის დასჯის გამოყენება, მაგრამ ჩვენ სულ სხვა რამ გვაინტერესებს ახლა ამ შემთხვევაში, ხო? მართლმადიდებელი ქრისტიანი, როდესაც საკუთარი ბავშვის აღზრდის დროს მაგალითისთვის წმინდა წერილსა და წმინდა მამათა რჩევა დარიგებებს მიმართავს და აღასრულებს ღვთისმცნებას ამითი, ხო? ეს ბავშვთა უფლებათა კოდექსის თანახმად ბრალდებული ხდება ეს ადამიანი?
აი ასე დგას უკვე, ხედავთ, კანონი უპირისპირდება წმინდა წერილს, წმინდა მამებისეულ გარდამოცემას. როცა კანონი უზნეო ფორმებს გთავაზობს და უკანონოდ იქცევა, როგორ უნდა მოიქცეს მაშინ მართლმადიდებელი ქრისტიანი? რომელი კანონი უნდა დაიცვას მან? ღვთისგან და წმინდა მამებისაგან ბოძებული თუ აი ამ თანამედროვე ადამიანებისა, რომლებსაც არაფერი გაეგებათ ხშირ შემთხვევაში ზნეობისა და მორალის შესახებ და ზოგადად ქრისტიანობის შესახებ, ესეთი ხალხი კარნახობს ჩვენ როგორ უნდა აღზარდოთ ჩვენი შვილები და ამას გვიკანონებენ. შემდეგ, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინება სავალდებულოა. ესეთი მუხლი არსებობს, მეხუთე მუხლი. იქ საუკეთესო ინტერესები რამოდენიმეჯერ არის გაჟღერებული და რას ნიშნავს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები? ან ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს პირადი სივრცე, აწარმოოს პირადი მიმოწერა, მოიძიოს და მიიღოს ინფორმაცია, ხო, ესეთი რამეც წერია მუხლი მეცხრე. ძალიან ზოგადი ფრაზებია, გაურკვეველი, გაუგებარი, ხშირ შემთხვევაში ცხადია ჩვენ ზომიერების ფარგლებში ბავშვს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ჰქონდეს თავისი პირადი სივრცე და ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ და პირადი მიმოწერაც და ინფორმაციის ცდომაც, მაგრამ თუ მშობელი არ არის დარწმუნებული თუ რა ინფორმაციასთან აქვს ბავშვს ცდომა, ხომ? ან ვისთან აქვს მას ეს მიმოწერა. ეს გასაგებია, შეიძლება იყოს კლასელი მეგობარი და რომელთანაც ვიცით ჩვენ ვისთან აქვს ურთიერთობა, ხომ, ზნეობრივ ფარგლებში, მაგრამ განა ეს გარემოება საფრთხის შემცველ რისკებად არ არის დაკავშირებული, როცა არ საზღვრავს კანონი თუ ვისთან შეიძლება ჰქონდეს ბავშვს ეს ურთიერთობა. ან რა არის ეს საუკეთესო ინტერესები, რა ინტერესები შეიძლება იყოს ისეთი, მას ჰქონდეს, რომელიც დაუშვათ მშობლისათვის იყოს რაღაც აკრძალვის ფორმის მიმცემი, ხო? თუ ეს მშობელი ამას გძალავს და რაღაცის ნეობრივად უკუღმართ მდგომარეობას ხედავს, ხომ? ცხადია, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ბავშვის საუკეთესო ინტერესად. უამრავი ინტერესი შეიძლება გაუჩინოს თანამედროვე კომპიუტერებმა, ვიცით, თამაშები არის, მათ შორის გარყვნილი ფონი, ძალადობრივი ფონი, არის საფრთხეები პირდაპირ იმისა, რომ ვიღაცამ არ მიმოწეროს ბავშვის სახელით ვიღაც დასულმა საშიშმა მანიაკებმა არ იქონიონ რაღაც მიმოწერითი ურთიერთობა ჩვენ ბავშვთან და ჩვენ კანონი გვეუბნება ამ დროს, რომ არ გააკონტროლო ისო. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? თუ აი ამ კოდექსის ავტორებმა არ იცის, რომ რამდენად მძიმე ცოდვისმიერი ინფორმაციის საცდურის მიღება შეუძლია მოზარდს ინტერნეტიდან, არაფერს ვამბობთ, ხომ, პირდაპირ შანტაჟის საფრთხეებზე მიმოწერა იქნება ეს თუ ისე საუბრების დონე თუ ვიზუალურად მოხდება, ეს არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. აქ უკვე არა მხოლოდ ქრისტიანულ მორალზე ვსაუბრობთ, არამედ პოტენციურ საფრთხეებზე თვით სიცოცხლის დაკარგვისა, როცა თვითკვლელობის შემთხვევები გვაქვს უკვე ამ კუთხით. როცა ეს სწორედ ამ ფარული კომპიუტერული ესეთი მიმოწერითა თუ ურთიერთობით მოხდა ეს ყველაფერი, რომლის დაცვა ამ კანონების ვალდებულებაც კი გახლავთ და უნდა იყოს და ეს კი პირიქით პროვოცირებს, ფაქტობრივად ახდენს ამ პროვოცირებას პოტენციურ საფრთხეს უქმნის ბავშვს, მოზარდს მასზე მოჩვენებითი ასეთი მზრუნველობის ნიღბით. და ეს კოდექსი პირდაპირ უგზალავს მშობლებს ფაქტიურად საკუთარი შვილების აღზრდას, მათზე ზრუნვას, რომ გაიზარდონ ზნეობრივად ჯანსაღი, სუფთა, უბიწო მოქალაქეები და გვთავაზობენ გადავაბაროთ ეს აღმზრდელობითი საქმიანობა, ეგრეთ წოდებულ ბავშვთა უფლებათა კოდექსის სოციოლოგებს, აღმასრულებელ სოციოლოგებს, რომელიც თურმე უკეთესად გაერკვევიან რა ჭირდება ჩემ შვილს და უკეთესად აღზრდიან მას. ეს არის ის ნამდვილი პოტენციური ბომბი იდება შვილების ჯანყისა მშობლების წინააღმდეგ. ადამიანებს შორის პირველი ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, გახლავთ მშობელი თავისი შვილისა და იოლი წარმოსადგენია ჩვენთვის, რა დაემართება ბავშვს მშობლების ყურადღების მიქცევის გარეშე,
ხომ შეუძლებელია ის გაიზარდოს, ეს საერთოდ ვერ გაიზრდება, ჯერ ერთი ზნეობრივი არ არის ლაპარაკი, ფიზიკურადაც კი. ამგვარად ბავშვთა უფლებათა კოდექსი მიუღებელია ჩვენთვის ჯერ ერთი იმის გამო, რომ საწმუნოებრივი თვალსაზრისით ის არ შეესაბამება წმინდა წერილისა და წმინდა მამების სწავლებას. ტრადიციული აღზრდისთვის ყველა დროში ქართული ოჯახის ნომერ პირველი საქმე იყო და არის შვილების ზნეობრივი, მორალური, ტრადიციული მეთოდებით აღზრდა და ესეც დარღვეულია და ბოლოს თვითის სამართლებრივი კუთხითაც კი ეს კოდექსი გაუმართავი, გაუხვეწელი, ორაზროვანია, ბუნდოვანი, გაურკვეველი და რაც თავარია საფრთხის შემცველია და ამის საშიშროებას ჩვენ ვხედავთ რეალურად, რომ არსებობს და ამდენად ჩვენი გულის ტკივილი ჩვენ ამ პატარა საუბრით გამოვხატეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ამით არ უნდა დასრულდეს ყველაფერი საზოგადოებას, რომელსაც ესეთი უდიდესი ტრადიცია, კულტურა გააჩნია, როგორც ჩვენიერია, ხომ და ეს აღზრდის მით უფრო უდიდესი სწავლება გაგვაჩნია ქრისტიანული თვალსაზრისითაც, ზნეობრივითაც და მორალურიც, აქ ესეთი შტამპით შემოთავაზებული აღზრდელობითი კოდექსებით ხელმძღვანელობა არ იქნება მისაღები და მიღებული ჩვენი საზოგადოების მიერ. ღმერთმა მშვიდობა და წყალობა არ მოგვაკლოს. ამინ. ესაუბრებოდა დეკანოზი კონსტანტინე ჯინჯარაძე, წმინდა გიორგის სახელობისღვთისმსახური, მდებარე წმინდა გაბრიელ სალოსის პროსპექტზე.